საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუცია კვლავ განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ევროკავშირში თვალსადევნებენ ტრაგიკომედიას და აღნიშნავენ, რომ დოკუმენტში ტყუილებია ასახული. ნაციონალურ მოძრაობაში კი ამბობენ, რომ ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუცია იქნება სამოქმედო გეგმა ევროკავშირის აღმასრულებელი ინსტიტუციებისთვის. ისინი ფიქრობენ, რომ ამ რეზოლუციას სანქციებიც მოყვება. რაც შეეხება პარტია გახარია საქართველოსთვის, ისინი ყურადღებას ამახვილებენ რეზოლუციაში თვითმმართველობის არჩევნების საკითხზე და აღნიშნავენ, რომ მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც მის ფარგლებს გარეთ მოწოდებები ვერ იმოქმედებს. ევროპარლამენტის რეზოლუციაში საუბარია მოახლებულ არჩევნებზე, გავარსებულ სამართლებრივ გარემოზე, დაპატიმრებული ოპოზიციის ლიდერების გათავისუფლებაზე და ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების დასანქცირებაზე. რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და სალომე ზურაბიშვილისთვის ლეგიტიმაციის გაგრძელების აუცილებლობა. ევროპარლამენტის რეზოლუცია ყველა კითხვაზე სცემს პასუხს და ეს პასუხი არის აბსოლუტურად ნათელი, არტიკულირებული და აღარ საჭიროებს ზედმეტ განმარტებას, რომ არალეგიტიმურია პარლამენტი, არალეგიტიმურია მთავრობა, ივანიშვილი არის თავიდან ბოლომდე რუსული რეჟიმი და ჩატარებული არჩევნები, ბოდიშით დაგეგმილი არჩევნები 4 ოქტომბერს არის ჩვეულებრივი რუსული სპეცოპერაცია, სადაც მონაწილეობა დემოკრატიული ოპოზიციის მხრიდან არის ღალატი. ღალატი არა მხოლოდ ქართველი ხალხის, არამედ ღალატი ევროპული ღირებულებების. ამ რეზოლუციაში ახალი არაფერი არ ყოფილა, ისეთი რასაც არ ველოდებოდით, ხო, გასაგებია, ყველა პუნქტი მოსალოდნელი იყო. პოლიტპატიმრები რო ყავს დღეს ქვეყანაში, ესეც ახალი არავისთვის არ არის, სამწუხაროდ ბიძინა ივანიშვილის ტყვეები ყავს აყვანილი და ფიქრობს, რომ ამ ტყვეების აყვანით თვითონ გაიმყარებს ძალაუფლებას, რაც ესე ნამდვილად არ მოხდება. ეს ადამიანები იბრძოდნენ თავისუფლებისთვის და ესე იქნება ყოველთვის. სხვა პუნქტებთან დაკავშირებით, აუცი რა შემიძლია გითხრათ ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ეცდება ყოველთვის გამოყენებას ნორმალიზებისთვის. დიდი ხანია ამას ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს. ჩვენ ევროპარლამენტში სამწუხაროდ თვალს ვადევნებთ ტრაგიკომიკულ პროცესს, როდესაც ყველანაირი სიმართლის, ყველანაირი ასე ვთქვათ, ფაქტის ფეხქვეშ გათელვით ადამიანები რეზოლუციაში წერენ უბრალოდ ტყუილებს. ხედავთ, რომ ცარიელ დარბაზში 5-6 კაცი იხილავს საკითხს, რომელიც როგორც ჩანს არავინ არ აინტერესებს გარდა ამ 5-6 კაცისა და შესაბამისად შემდეგ უბრალოდ ფორმალურად დგება კენჭისყრაზე და მხარს უჭერენ ადამიანები, რომელსაც საერთოდ წაკითხულიც კი არ აქვთ ის რა წერია შიგნით. შესაბამისად ჩვენ ამ პროცესს უყურებთ ზუსტად ისევე არასერიოზულად, როგორი არასერიოზული ტექსტიც წერია რეზოლუციაში. ვისთვისაც იბრძოდა ევროპული ღირებულებებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ისთვისაც დაარსდა ევროკავშირი და არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, იმის საწინააღმდეგოს აკეთებენ დღეს. ამიტომაც არ აქვს ფასი, აღარ აქვს ფასი ევროპარლამენტის ასეთ დადგენილებას. დღეს დაპატარავებულ მსოფლიოში საზოგადოებას ვეღარ მოატყუებ. საიდანაც არ უნდა იყოს ეს განცხადება გაკეთებული და კარგად ვიცით ახლა ეს ევროპარლამენტარები რატო აკეთებენ ამ განცხადებას, ხო? ფასიანი განცხადებები ქვია ამ განცხადებას. შევლენ და გააჩნია ვინამდეს გადაიხდის სამწუხაროდ იმის და მიხედვით გააკეთებენ განცხადებას, იმიტომ რომ აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე უკვე ღიად არიან გადასულები დეზინფორმაციებზე და იგივე ტყუილებზე და ბუნებრივია ამას ქართული საზოგადოება არ შეისახებს ნამდვილად.